გუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა მოითხოვეს ტელეკამერების დასწრება. პროკურატურა დღეს 3 მოწმის ექსპერტების დაკითხვას გეკმავს. პროცესს როგორც კერძო ადვოკატები, ასევე საზოგადოებრივი უფლებადამცველებიც ესწრებიან. მოსამართლემ წინა სხდომაზე მათი მოთხოვნა არ გაიზიარა, რომ დაცვის ქვეშ ყოფების ნების საწინააღმდეგოდ ბრალდებულების დაცვა არ სურდათ და პროცესზე დატოვა. დღეს არ ვიცით როგორც ყოველთვის მოწმეები ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტი არის, რომ წერილობითი მტკიცებულებები წაიკითხა უკვე პროკურატურამ წინა სხდომაზე, რაც შეეხება შრომამდგომლობებს განცხადების ფორმით ისევ დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მედიას ამ ფორმით უწევს მუშაობა და ჩვენ როგორც მოსამართლემ წინა პროცესზე დაგვირდა, შემდეგი პროცესის გაარკვევდა ამ მდგომარეობას, ვინმე ყოფილი მომავალი პირი სასამართლოს მხრიდან რომ განახორციელოს ვიდეო და აუდიო ჩაწერა პროცესების. ამიტომ მოვისმენთ მის პოზიციას. ყოველ ჯერზე დავდივართ, იმიტომ რომ ვუყუროთ როგორ შემოდიან ეგრეთ წოდებული შპარგალკებით მოწმეები, მას შემდგომ რაც მედია საშუალებები აკრძალეს უკვე სასამართლო პროცესებზე, ვისმენთ აბსურდს, მაგრამ მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თითოეული პროცესი და დაკითხვა ამ მოწმეების ადასტურებს იმას, რომ ბიჭები არიან უდანაშაულოები.